მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. განსხვავებული გარემოთი, განსხვავებული ტანსაცმლით, ალბათ მივხვდით თავისთავად სათაურიდან გამომდინარე, დღეს ვართ სანადიროთ. პირველად წამოვედი სანადიროთ დაცებულ ნადირზე, ანუ მგელზე და ტურაზე, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოსახლეობას ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის და რა თქმა უნდა, ეს არის ლიცენზირებული ნადირობა, ესეთი კლუბი მონადირე ირაკლი წვერავას ხელმძღვანელობით და ნახოთ, აბა ძალიან საინტერესოა, პირველად ვარ, რა გამოვა, როგორი შედეგები იქნება, ეტაპობრივად აუცილებლად განახილეთ. მეც დავდგები ნომერში, დავიჭერი იარაღს და ნახოთ საერთო ჯამში რას მოვინადირებთ. თქვენ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიუროთ ზარზღლაკი და ნახოთ რა გამოვა. ეს რაოდენობა საკმარისი არის, რომ ეს ტყეები კარგად ჩავკეტოთ, ავითვისოთ და გამოხშიროთ მტაცებელი. მტაცებელი მოგეხსენებათ, ძალიან ჭარბად არის ამ რეგიონში, მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას აყენებს ზიანს, აუნაზღაურებელ ზიანზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, ლიცენზია გვაქვს და დღეს ჩავატარებთ ლიცენზირებულ ნადირობას. ყველას გისურვებთ წარმატებებს, უსაფრთხო ნადირობას და რაც მთავარია, წარმატებულ ნადირობას ისუცად შევიკრიბეთ ამდენი ადამიანი ამ ხელა გზაზე. უსაფრთხოების ინსტრუქტორს ჩაატარებს ვასილ კობაიძე, ჩემი კლუბის უსაფრთხოების სამსახური, მოусმინოთ ასოს და გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რასაც ვასო გაგვაცნობს. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მიხარია, რომ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრი ნაცნობი სახი არის. არა ერთი ნადირობა ჩაგვიტარებია ერთად და ძალიან კარგი არის და მიხარია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკმარისი გამოცდილება ვიცი, რომ ბევრს აქვს, მაგრამ არის სტუმრები ყავს, რომლებსაც არ ვიცნობთ და არ ვიცით რა დონეზე არიან ინფორმირებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვალდებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც ისევ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და რავი, ეს ყველაფერი თითოეულმა თქვენთაგანმა თხოვნა იქნება, რომ გაითვალისწინეთ. რაც შეეხება იარაღს, მოპყრობის წესებს, არავითარ შემთხვევაში რა, ერთმანეთს არ მიუშვერთ იარაღს. აი პირველი წესი ჩემი, აი ეს არის ყოველთვის, არავითარ შემთხვევაში არ უშვერთ იარაღს ერთმანეთს. გადაადგილების დროს ვაკონტროლებთ იარაღის მიმართულებას აუცილებლად. ეს მაინც სულ რო ცარიელი იყოს და აუცილებლად ცარიელი იქნება, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ნომრებში არ გავნაწილდებით. აი ეს არის ძალიან მკაცრი მოთხოვნა. აი, რა ვიცი რა, კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ დაფიქსირდება ისეთი რაღაცა, რომ ნომრამდე რომელიმე დამუხტავს იარაღს, არ გაგრძელდება ნომრების განლაგება იქამდე და არ დაიწყება ნადირობა, სანამ ეს ისი არ იქნება, როგორც ინსტრუქტაჟის მიხედვით მოხდა ჩატარებული და მოვითხოვ მას კაცრად, თუნდაც მეგობრულად, კაცრად და ეს ისევ ჩვენ წესების, ისევ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, თორე სხვა მეტი არაფერი. ხო, რაც შეეხება იარაღებს, ერთი სიტყვით, ნაწილდებით ნომრებში, დგებით ნომრებში, თითოეული ჩვენთაგანი კონკრეტული ნომრებში დამყენებელი პიროვნება, რომელიც გამოყვება და დაგვაყენებს ნომრებში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვიღებთ ტყვიას და ვათავსებთ იარაღში. სხვა შემთხვევაში ტყვია არ შედის ლულაში. დამუხტულ მდგომარეობაში არ იქნება. ეს არის ჩემი მოთხოვნა. ასევე, როდესაც დაიწყება სარეკი, აუცილებლად უნდა ვიყოთ ყურადღებით. თითოეული ჩვენთაგანი აქ შესაბამისი უნიფორმით არის აღჭურვილი და ასევე გვაქვს დამატებითი კიდევ ვისაც არ აქვს ჯერ კიდე ჩაცმული, იმათაც მივაწვდით აუცილებლად. რო დავდგებით ნომერში გამოსული მტაცებელი აუცილებლად ჩვენ თვალთარეში, როდესაც იქნება და საწიაში, როდესაც იქნება აუცილებლად ბიჭებო რა, აუცილებლად თხოვნა იქნება, რომ დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ რა არის და რას ვესვრით. თუ არა ვარ დარწმუნებული და ლანდის სახით რაღაცა დავინახეთ, არ ვესროლოთ. ეს არის აუცილებელი, გასათვალისწინებელი გარემოება, იმიტომ რომ შეიძლება მტაცებელი აგვერიოს თუნდაც ძაღლში და აქედან გამომდინარე მონადირე ძაღლი შევწიროთ ამ იმას რა ქვია მდგომარეობას. ან თუნდაც ისეთი რაღაცა იყოს იმ ლანჩი სიტყვაზე ეს ამრეკლი არ გამოჩნდეს ისე როგორც წესდარიგი არის და რამე ერთი სიტყვით საფრთხე რომ არ მოვიწიოთ, ნომერში გამოსული ნებისმიერი მტაცებელი, რაზეც ლიცენზია გვაქვს და რასაც უნდა ვესროლოთ, ამაზე მაქვს საუბარი, დავაკვირდეთ, ამოვიღოთ მიზანში და რო გავარჩევთ, რომ ნამდვილად სასროლი ობიექტი არის, აუცილებლად მაგ შემთხვევაში ვესვრით. შეიძლება აქ გამოვიდეს სხვადასხვა ცხოველი, რაზეც ჩვენ ლიცენზია არ აქვს და იმას არ უნდა ვესროლოთ, რა ბიჭებო, გაითვალისწინეთ. ვესვრით, რაზეც გვაქვს ლიცენზია გელზე, ტურაზე. მეგობრებო, მოვედი ადგილზე. დავდექი ნომერში.
ესეთი საინტერესო ადგილია. მხარე და აქეთ მეორე მხარეს კუთხის ადგილზე ვარ და ძალიან საინტერესო ადგილია. ფაქტიურად აი შესაძლებელია რომ ალბათ აქედანაც და აქედანაც გამოვიდეს. იმედია რომ ჩემთან გამოვა. ასე რომ ველოდებით სხვა არაფერი დაგვრჩენია. ცოტა ხანში დაიწყება უკვე სარეკი და შემდეგ იმედი მაქვს რომ გაგვიმართლებს და ვესვრით რომელიმე მტაცებელს. ეს იქნება ტურა თუ ეს იქნება მგელი. მეგობრებო, დაიწყო მორეკვა. დაიწყეს უკვე ძაღლებმა. მოდიან და იმედია რომ ჩვენსკენ გამოვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ვინმესთან გავა რომ რაღაცნაირად გამოვიღოთ. მთავარი აქ ჩემი აზრით არის ის რომ შედეგი დაიდოს. ნუ მე პირველად ვარ და რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემთან გამოვიდეს, მაგრამ მთავარი არის შედეგი. შედეგი ზოგადად ეს პროცესი. იმიტომ რომ აი მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებებია. აი საინტერესო რაც მთავარია და ადრენალინი, ანუ ჯერ ხო არაფერი გამიკეთებია რეალურად, უბრალოდ ნომერში ვდგივარ, მაგრამ აი ძალიან მაგარია. ჯერ ძალიან შორს ისმის ძაღლების ხმა. ასე რომ ნელ-ნელა ალბათ მოგვიახლოვდებიან და შანსებიც მეტად გაიზრდება, ასე რომ ველოდებით მოკლედ გაჩვენოთ მოკლედ ერთი ვარიანტი ეს მხარე არის, საიდანაც შეიძლება დავინახო რაიმე გამომავალი და მეორე არის აი აქეთ მხარეს. დავიდეთ, იკა, რო აღარ დავუკავდეთ, ახლა მოვირეკოთ. მაგარია. ზადის გადაუღებ. ზადირობის კარი გამოვიდა თუ ტყეში ბატონი რა. ტყეში. მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესო თვიდის ნადირობა. აი ხა ხვდები რა მუღამი აქვს. არ მისვრია, მაგრამ აი ძალიან მაგარი ადრენალინი აქვს, მაინც ნახულობ მონადირებულ ნადირს, რომელიც ანატურებს შინაურ ცხოველებს, ასე რომ ესეთი გარემოება გვაქვს. აი ესეთი. მე ხა სავარაუდოდ სხვა ტყეში გადავინაცვლებთ და იქაც იქნება მორეკვა და ნახოთ რა გამოვა. მეგობრებო, მოკლედ შემდეგი გაჩერება ახალი ტყე. ესეთი საინტერესო ადგილია. სამაქანო გზა. მარცხნივ, საკმაოდ დიდი არეალია ხედვის. ტყეშიც თავისუფლად შემიძლია დავინახო, აი რომ მოვახლოვდეს. ხედვის არეალი საკმაოდ კარგი მაქვს. იმედი მაქვს რომ ამჯერად მაინც რაღაცა გამოვა. ნახოთ რა იქნება მოკლედ. ნუ თუ არა და თავარი ისე და ისე რა თქმა უნდა შედეგი არის. მოსახლეობამ რომ შედარებით ამოისუნთქოს, რადგან ძალიან აწუხებს მტაცებელი ნადირი მოსახლეობას, შინაურ ცხოველებს უნადგურებს. ამისთვის ლიცენზირებული ნადირობა ძალიან მნიშვნელოვანია რომ შედეგი დაიდოს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, უკვე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ განსხვავებული შეგრძნებებია ვიდრე თევზაობაში, ასე რომ ალბათ მოვიწამლე ნადირობით და ნახოთ შეიძლება სამომავლოდ უკვე სანადირო ვიდეოებიც კი შემოგთავაზოთ. ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს და უცებად დააფიქსირეთ კომენტარის სახით. დაიწყო სარეკი. პირველი გასროლა იყო. შესაბამისად ახლა უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ და მაქსიმალურად ჩუმად უნდა ვიყოთ რომ იქნებ გამოვიდეს ჩვენს ნომერში. მოლოდინის რეჟიმში ვართ მოკლედ.
მეგობრებო, ისევ არაფერი. სადაც თქვათ ნომერში არაფერს არ ჩამოუვლია საერთოდ, სარეკი სააკმაოდ მოგშორდა. თავისთავად ჩანსი ძალიან ცოტა იმის რომ რამე გამოვიდეს კიდევ. ნახოთ აბა ბოლოსკენ რა იქნება თუ გავიგებთ სროლებს. ესე იგი ნიშნავს იმას რომ ზევითკენ წავიდა საიდანაც მიდიან ეს სარეკის ბიჭები. ესე რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ეს ბიჭები, აი ძალიან დიდ საქმეს რეალურად რა ვიცი, ძაღლებთან ერთად უმაგრეს საქმეს აკეთებენ. აი კარგი სროლა იყო, შესაძლებელია ნადირსაც ესროლეს. სარეკიც ისვრის თავისთავად როცა მოძრაობს, მაქსიმალურად აფრთხობს ამ ნადირს რომ მოძრაობს და მერე უკვე სადმე ნომრებში აღმოჩნდნენ ეს სხვადასხვა ნადირი, რომელიც არის რომელზეც ნადირობს დღეს, ეს არის მგელი და ეს არის ტურა. ნახოთ ალბათ მალე დასრულდება ეს მორეკვაც და ნახოთ რა შედეგი იქნება. პირველ მორეკვაზე ერთი მგელი, მშვენიერი მგელი ამოვიღეთ და აბა ვნახოთ კიდევ საინტერესო ამბებია წინ აუცილებლად. მეგობრებო, მოკლედ ჩამოვედით სამწვადაო ადგილას. წვადი უნდა შევწვათ. ცოტა დაგვრჩა პრინციპში და გემრიელდაც მივერთვეთ. ნადირობა დასრულდა, მოვინადირეთ საერთო ჯამში. ნადირი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. აუცილებლად მინდა რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარის სახით. რას ფიქრობთ ზოგადად ნადირობის ვიდეოებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა რომ თევზაობასთან ერთად ნადირობაც შეურიოთ და გადავიღოთ, ამიტომ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. თუ მოგწონთ და საინტერესო არის თქვენთვის ასეთი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად გადავიღებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შემიძლია რომ გავაკეთო ნადირობის ვიდეოებიც. ჩვენი მეგობარ ირაკლისთან ერთად ვფიქრობ, ხშირად შეიძლება წამოსვლა და ნადირობა. ყოველ შემთხვევაში აი ამ პროცესზე დასწრება და ძალიან ბევრი საინტერესო სიახლის, ესე რომ ვთქვათ, შემოტანა ჩვენს არხზე. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აუცილებლად დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარის სახით. დავალაიქოთ დღევანდელი ვიდეო, მე კი წავედი. ხვალ თევზაობა მელოდება და ამ ვიდეოსაც იმედი მაქვს, რომ კარგად გადავიღებ და ჩავწერ, თავარია შედეგიანი იყოს. აბა წარმატებები ყველას და შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.